ტიმოთი არის ერთი თვის. პოსტობის პერიოდში ვცდილობდი რომ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მომეძიებინა ლაქტაციასთან დაკავშირებით, რადგან მინდოდა რომ ექსკლუზიურად დუძუზე ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წავიკითხე უყურე სხვადასხვა სახის ვიდეოებს, რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. გადავაწყეთ გარკვეულ დაბრკოლებებს და ვცდილობდი თავიდან ჩემით გამკლავებოდი სირთულეებს, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ჩემით ვეღარ ვახერხებდი, დავიწყე დახმარების მოძიება. სოფოს მსგავსად, ბევრი ახალბედა დედისთვის ძუძუთი კვება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. სოფომ დახმარებისთვის ლაქტაციის კონსულტანტს ანა ბიგანიშვილს მიმართა, რომელმაც შესაბამისი განათლება და გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი გადაწყვიტა გამოცდილება ქართველი დედებისთვის გაეზიარებინა. ჩემი ინსპირაცია იყო, რა თქმა უნდა, საკუთარი გამოცდილება. ამერიკაში ვიმშობიარე 5 წლის წინ და მეც როგორც ყველა ჩემ პაციენტს მქონდა ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. პირველად ლაქტაციის კონსულტანტი ნახე სამშობიაროში, ამერიკაში და გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე გაგებულიც არ მქონდა, რომ მსგავსი პროფესია არსებობს და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი, გადავწყვიტე, რომ მე თვითონ ყოფილიყავი ესეთი ადამიანი. ანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ გამოწვევები ძირითადად დაკავშირებულია ჰიპერლაქტაციასთან, რძის წარმოქმნის დეფიციტთან, ბოთლის კვების და გამოწვევლის სირთულეებთან და დვრილების დაზიანებასთან. ხშირ შემთხვევებში კი ახალბედა დედებისთვის, რომლებიც უკვე გადაღლილები არიან, ეს დაბრკოლებები დამატებით მენტალურ პრობლემებს იწვევს. დედების უმრავლესობა მოუმზადებელი ხდება ამ პროცესს და მათთვის მოულოდნელია ის გართულებები, რაც ხდებათ ხოლმე ლაქტაციის პროცესში. ქალის ორგანიზმი 9 თვის განმავლობაში ემზადება ორსლობის პროცესში ახალი სიცოცხლის მოსავლენად, შესაბამისად ბევრი ცვლილება მიდის მის ორგანიზმში და მშობიარობის შემდეგაც გარკვეული დრო და ხშირად თვეებიც არის ხოლმე საჭირო ამ ყველაფრის შესაბრუნებლად და ძველ ფორმაში დასაბრუნებლად. ამიტომ ხშირად ეს პროცესიც გაუაზრებელია ხოლმე და მოლოდინი არის, რომ ყველაფერი მალე უნდა დაალაგდეს, რაც იწვევს სხვადასხვა ტიპის მენტალურ პრობლემებს. ანას ჯერა, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავება სწორი მიდგომებითაა შესაძლებელი. ამისთვის კი კვების რეჟიმისა და კვების პოზიციების კონტროლია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ახალშობილის პირის ღრუს შეფასებაც. კერძოდ, როგორ მოძრაობს ენა, რა პოზიციაშია ტუჩები და ლოყები. პედიატრების თქმით, ხშირ შემთხვევებში მშობლებს შეგრძნება უჩნდებათ, თითქოს ბავშვს რძე არ ყოფნის და დანამატის მიცემაა საჭირო. თუმცა პედიატრი ლია ბუღაძე მიიჩნევს, რომ თავად ბავშვი განსაზღვროს, რამდენჯერ და რა სიხშირით უნდა მიიღოს რძე. თუ კი ბავშვი იმატებს წონაში და მან ეს იცის უკვე პედიატრისგან, რა უნდა მოიმატოს ყოველ თვე, ესე იგი მას ყოფნის დედის რძე და არანაირი დამატება მას არ ჭირდება. ძირითადად სტატისტიკურად ცნობილია, რომ 3-4% არის ის, რომ რეალურად შეუძლებელია დედამ მოაწოვოს ბავშვს ძუძუ და მიცეს საკუთარი რძე. დანარჩენი მიზეზები ყველა მოგვარებადია. პედიატრების თქმით, ბოთლით საკვების მიღება წონის მატებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ის სწორი ფორმით უნდა იყოს მიწოდებული. არსებობს საფრთხე, რომ ბოთლით კვების შემთხვევაში ბავშვმა ძუძუზე უარი თქვას, რადგან ბოთლით მას საკვები უფრო მარტივად მიეწოდება. დედის რძე შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან სუბსტანციებს, როგორც არის ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, მინერალები, რომელიც საოცარია, რომ იზრდება მათი შემცველება ბავშვის გაზდასთან ერთად. როგორც ესე იგი რძე რაოდენობრივადაც მატულობს დედის ორგანიზმში და ასევე შემადგენელი ნაწილებიც პროცენტულად იზრდება. ესე იგი, არის ის, რაც ბავშვის განვითარებას შესაბამისად ასაკისად ჭირდება. და ასევე მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედებისთვისაც, გამომდინარე იქიდან, რომ დედებში ამცირებს ძუძუს კიბოს და საკვარცხლის კიბოს განვითარების რისკს, სხვადასხვა მეტაბოლური დაავადებების განვითარების რისკს, როგორც არის არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და რაც ყველაზე მთავარია ჩემი აზრით, ის აძლიერებს კავშირს მშობელსა და ბავშვს შორის. პედიატრების თქმით, საქართველოში ახალბედა დედების მიმართ ოჯახისგან ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით არსებობს დამატებითი წნეხიც, რაც მშობლის მენტალურ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად ბავშვზეც უარყოფითად მოქმედებს.
ამიტომ პედიატრებს მიაჩნიათ, რომ მშობლები ძუძუთი კვების პროცესს მომზადებული უნდა შეხვდნენ. პედიატრების თქმით, დღეს საქართველოში დედების უმრავლესობას შვილის ძუძუთი კვების სურვილი აქვს, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა. თუმცა ამ მზაობასთან ერთად მათი თქმით, მშობლების სათანადოდ ინფორმირება, ხოლო პრობლემების შემთხვევაში მათი დროულად აღმოჩენა და შესაბამისი დახმარების მიღებაა საჭირო.